მშვიდობისან, მოგესალმებით, გამარჯობა მაია. რა მოგიზიდია, რა მოგიფუთფუთებია, რა გიქნია, გითხარი შენ. რა არის ეს ამბავი? ესე იგი რუსული წარმოების ყველაზე გამორჩეული მანუფაქტურა გარდნერი. აბა ბერბილკა რა დაწერია? მოვყვებით. 1754 წელი ერთ-ერთი გამორჩეული რატომ არის რუსული წარმოებიდან, იმიტომ რომ ეს არის ინგლისელი მეწარმე. ინგლისელი აწარმოებდა რუსეთში? ინგლისელი მეწარმე, რომელიც აწარმოებს რუსეთს, გარუსებული მეწარმე, ასე ვთქვათ, აწარმოებს რუსეთის ტერიტორიაზე ვირბილკა არის ესეთი სოფელი. მოსკოვთან ახლოს და იწყებს წარმოებას ფაიფურის. ერთ-ერთი პიონერია, ასე ვთქვათ, წარმოებაში. და მთავარი მისი ფიშკა, ასე ვთქვათ, ეს არის, რომ აკეთებს ექსკლუზიურ გერბებით დამზადებულ და საიმპერატორო შეკვეთებს, მიიქცევს ყურადღებას ამეთი, რომ არის გამორჩეულად განსხვავებული რითი ახლა ევროპელი ხელოსნები ყავს და ოსტატები ყავს ევროპიდან მოწვეული და ფორმებიც გამორჩეულია, ფერებიც გამორჩეულია, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ ახლა ჩვენი ბავშვობის სერვიზები როგორ მიდის ფერები, სტაფილოსფერი, უფრო ესეთი რუსული ფერებით, აქ უფრო მიმქრალი, ცოტა შვიდი და სხვანაირი ფორმებიც სხვანაირია. აი ეს ერთ-ერთი გარდნერისეული ფორმა ცნობილი. ალამაზია. კი, ეს ახლა ჩვენ იყო რუსულ წარმოებაში ეს ფორმა. ეს ისა მე რომ გაჩუქე? არა. ესა ეს თქვენი კოლექციიდან გამოვიღეთ, თქვენ რომ მე არ გაჩუქე ეგეთი. ისახში წავიღე. კაი. მაგდონეზე ვცნობ, არც ბერბილკა ვიცი, არც რუსეთის მოსკოვის მიდამოები ვიცი. არც ეგ ფერები და მიმქრალი ფერები ვიცი. არა, არ ვიცი, მაგრამ ესთეტიკის დონეზე ვგრძნობ, მომწონს, მაგრამ რა მომწონს არ ვიცი. მე-19 საუკუნის ბოლოს ცოტა გაკოტრების პირას რო წავიდა, იმიტომ რომ მასიურ წარმოებაში როცა წავიდა უკვე თვითონ მაგათი ნაწარმი, ცოტა დაიკლო შეკვეთებმაც და რატომღაც ვერ აწარმოეს მისმა შემდეგმა თაობებმა საჭირო დონეზე და არ აღმოჩნდა ყოჩაღები. კუზნეცოვის ერთ-ერთი ოცნება, რომ შეისყიდოს გარდნერის მანუფაქტურა, კი და სწორედ გარდნერის, კი, სწორედ კუზნეცოვი შეიძენს მის მანუფაქტურას, მაგრამ ნახე რას აკეთებს, არცვლის დამღებს, არცვლის ფორმებს, ერთადერთი მანუფაქტურა, რაც მან შეიძინა, ეს არის გარდნერი, რომელსაც შეუნარჩუნა თავისი მარკები, დამღები, ასე ვთქვათ და შეუნარჩუნა ფორმები და თავისი ისტორია. ეს იყო ერთ-ერთი კულტურული საქციელია. ხო, იმიტომ რომ ხაზი ჰქონდათ ამას. დიდბუნოვანი საქციელია. კი, რა თქმა უნდა. როგორც წესი შლიან კვალს წინამორბედის. არა, ეს იყო ერთ-ერთი და ერთადერთი. აი ამბავია მომწონს ეგ ამბავი. აი ამბავია და დიახ. ბაჩვენის გამორჩეული ნიმუშები. მე დამთქვე რომ იკითხეთ რომ რატომ არის ატომაწერია. ვირბილკა ეს წლების შემდეგ ხო დამღები თავისთავად იცვლებოდა. როგორ შენ უფრო კარგად მე არ ვიცი ეგ ამბები და რა ხდება? ნახე რა მე ერთხელ მიყვებოდი და მე მგონი მაყურებელს დააინტერესებს. დამღა ბისკვიტშიო, დამღა ზემოდანო, მე ზოგიერთ აქ 2-3 დამღა. რას ნიშნავს ეს? ბისკვიტში უფრო ძველი პერიოდი. პირველია. ხო, ცომში აკეთებდნენ დამღებს. ცომში ესე იგი სანამ კუზნეცოვის კარგი ნიმუშები ხოთა შორის დამღები არის მთელი ისტორია. დამღებზე შეიძლება იმდენი ვისაუბროთ. პასპორტია, ასე ვთქვათ, ნებისმიერი. მე დამღების კატალოგიც მინახავს. კატალოგები არის მთელი, შეიძლება ვერ დაეწიო იმდენი, ანუ ყოველი 5-6 წელი, ასე ვთქვათ, მიახლოებით იცვლებოდა აუცილებლად დამღა. რატომ? ნუ იმიტომ რომ გაძლევს პერიოდის ამოცნობას, შეიცვლებოდა რაღაცა ფლობელიც და 1917 წლამდე დამღები, მაგალითად ნაციონალიზაციას ასაც ეძახიან. რევოლუციამდელი დამღები და შემდეგი დამღები აბსოლუტურად განსხვავებულია, იქ ემატება ნამგალი და ურო, ვარსკვლავი და ასე შემდეგ. გასაბჭოების შემდეგ და ამიტომაც იცვლება. ესე იგი, ეს პერიოდი არის 50-იანი წლები უკვე რომ ვირბილკი დაეწერა და აღარ არის გარდნერი. აი ეს არის ერთ-ერთი გარდნერის 1940-იანი წლების ნიმუში, რომელსაც სამურავია თუ სასალარი? არა. ეს არის ნივთი, რომელიც 50-იან წლებამდე მოყვებოდა ყველა ჩაის სერვისს და სუხარნიცას ვეძახით ასე, მაგრამ არ არის ეს სუხარნიცა, ეს არის სამოვრის წინ დასადგმელი ჯამი, რომელიც ნახე, როცა ცივდებოდა ფინჯანი. ხო? ავლებდნენ და ასხავდნენ და ასევე წვეთავდა სამოვარი და სინამდვილეში ეს არის კაპელნიკი.
და პალას კაწელნიცა, ნამდვილი ისტორიული სახელი, ეს არის ამ ნივთის და ჩვენ სუხარნიცად მოვიხსენებ და ამის ისეთი კოლექცია მაქვს, რომ ერთხელ გამოაბჟღვრიალებ, კი, გამოაბჟღვრიალებ, ეს არის ცალკე ისტორია. რა საინტერესოა, რომ ამ თითქოს ვიღაცისთვის ჩვეულებრივი, ვიღაცისთვის არ არის ჩვეულებრივი. ხო, რამხელა ამბავი შეიძლება მოაყოლო ამ. ასევე მაგათ ჰქონდათ თხელი ფაიფური, ასევე ჰქონდათ სქელი ფაიფური, ხო ერთი და იგივე წარმოებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ აქაც არის ხარისხებით განსხვავება, არის ფერწერები, მაგალითად ეს მოდელი. ეს არის 1940-იანი წლები. მისი ავტორი იყო ესეთი ლოსევი მხატვარი. გიშდები ამას ქვია რეპა, ანუ თალგამი ქართულად, ზავით ზოგი როგორ აღიქვამს, ზოგი როგორ, მაგრამ ეს არის ათეულში შესული ნიმუში და თქვენ წარმოედგინეთ, რომ ყოველი ფერი მხატვრის დასმული, ასე ვთქვათ, ცალკე უნდა შევიდეს ღუმელში, უნდა გაშლეს, უნდა გამოვიდეს და რამდენი ფერიც არის, იმდენი სირთულეა და იმდენი ფასეულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შრომა წარმოუდგენელია მისი ნაშრომი და აი ეს ოქრო რო დაიტანოს მარტო მხატვარმა ზეთ, რა ვიცი, მედია ჩანს კამერაში. ფერებს რო თავი დავანებოთ, აი თვითონ სინატიფე ნიმუშის ნახეთ როგორია. ძალიან ლამაზია. რატომ ხდება ისე? ეხლა ჩვენ ხელი მიგვიწვდება ძალიან დიდ მასალასთან ევროპიდან. ჩვენ აქამდე ამით არ ვიყავით გაფუფუნებული, თუ ვინმეს ქონდა ლიმოჟის თებში 1 ან 2 კედელზე გვეკიდა, ახლა მთელი სერვიზები ჩამოდის ევროპიდან და მე და მაია სულ ვამბობთ ამას, რომ ახლა რომ თბილისში ჭურჭელია, არ ყოფილა არასდროს. დღეს შირმა მოიტანეს, მაია მოიტანა შირმა, ის შირმა. მაინც მოვიდა ხო. მაიას თეორიაა, რომ ნივთი პოულობს ადამიანს. თავისას ყოველთვის შეიძლება ნივთი იდოს წლები. და მოვიდეს ადამიანი და თქვას, რომ აი ზუსტად ამას ვეძებდი, ახლა როგორც მე ვეძებ რაღაცა ერთეულ ნივთებს, ყველა ნივთს ყავს თავისი პატრონი. ხო, ცოტა სიგიჟეა, მაგრამ ეს რეალობა, არ არის მოგონილი ამაში არაფერი. მაია, გიჟდები ამ მოდელზე, რა არის? საერთოდ კუφშინებს ვეძახით ჩვენ, მაგრამ რა არის ეს? ალბათ სარძევია? სარძევი არ არის. უფრო წყლის ან კომპოტის გიჟდები. აი კესანებიანი რა კესანებიც და ფერები ის განსაკუთრებით ის ცისფერის და ვარდისფერის კომბინაცია და ის ფერი პირველი ფერი. ის ხო საერთოდ ღვინისფერი გადასარევია. ეგეც იქნება 1940. ის ორი რა არის? ნახე რაღაცა უფრო უხეშია. ის არის უკვე აქეთა პერიოდი 50-იანი წლები, უფრო დაბალი კატეგორია, ასე ვთქვათ, იმით რომ ფაიფური უფრო სქელია, მაგრამ სამაგიეროდ ფერწერა, ფუნჯია, ხატვრის ნამუშევარია და ამიტომ ნახეთ, როცა არის კითხვა, რომ რატომ ღირს ერთი და იგივე შეიძლება იყოს მოდელი, ესე ფიქრობთ, რომ მოდელი ერთნაირია, მაგრამ რატომ არის ფასი განსხვავებული? ეს არის ხარისხი, ფორმა და ფერწერა. სამი ისტორია, რაც გვაძლევს შეფასების საშუალებას. ლამაზი ფორმა აქვს ამას მოპროჭნული თავი. აი, ალბათ ამასაც ზუსტად მასეთი ფინჯნები ექნება. ფინჯნები ექნებოდა, კი. ზუსტად, მაგრამ ახლა ესენი ნაკუწებია ძველი სერვიზებიდან, ფაქტიურად არა? ეს ნარჩენებია, ხო. ნარჩენებია. აი ის ვარდისფერით რომ მოიღო დაჩვენო შეგიძლია, ჩაიდანი რა ზეცდებს. როგორი ბუთხუზა ჩაიდნებია. ესეც 50-იანი წლების უკვე ვირბილკა, ანუ გარდნერის შემდეგი გაგრძელება, ესეც იგივე კაპელნიკია. ამის შემდეგ უკვე რატომღაც ამოიღეს წარმოებიდან ეს სუხარნიცები. იმიტომ რომ აღარ იყო სამოვარი. სამოვარიც და რა ვიცი, ალბათ იმდენად უკვე მასაზე გადავიდა წარმოება, რომ ფერი ნახეთ როგორი. შენ როგორ გონია კუზნეცოვების გადაწყვეტილება, რომ შეენარჩუნებინათ გერბებიც და ამათი გარდნერის კარგი გადაწყვეტილება. კარგი კი, მაგრამ როგორ გონია კომერციული გადაწყვეტილება, მომგებიანი თუ? იმიტომ რომ ნიშა ამათ ძალიან სერიოზული ქონდათ. და გამოიყენეს. გამოიყენეს ნიშა, ისინი გაკოტრდნენ? გაკოტრდნენ, იმიტომ რომ შვილთა შვილებმა სავარაუდოდ ვეღარ მეუღლემაც ვერა წარმოა, ვერც შვილთა შვილებმა წარმოა და გადაწყდა შემდეგ რომ გაყიდულიყო ეს კომპანია და ეს კუზნეცოვის დიდი ოცნება იყო, რაც აიხთინა და შეიცია. იმ კუზნეცოვსაც რაღაცა მთელი ქსელი ქონდა, რამდენი შვილი, რამდენი კუზნეცოვი იყო მთელი დინასტია. ეს არ იყო ერთი ოჯახი. მე მინახავს კუზნეცოვების მთელი ჩვენთან ძალიან პოპულარული იყო ეს ჭურჭელი. აი მაღალი წარმომავლობის ოჯახებში არ იყო სერვანდი, არ იყო
შუშებიანი ვიტრინა, სადაც არიდო კუზნეცოვის თუნდაც რამდენიმე ნიმუში. ჩემს ბავშვობაში, ახლა სოფელში არა, მაგრამ აი ქალაქის სახლებში, ჩემს მასწავლებლებთან, გულნარა კიკნაძესთან ვიყავით ამ. ჩვენ არ ვიყავით განებივრებული, არა, სულ არა. ჩვენთან უფრო ეს კატეგორია მოდიდა უკვე მასიური კატეგორია. აი ესეც მინდა რომ აღვნიშნო, ეს არის ცნობილი ფორმა კოწახური. ეს 50-იანი წლების ნიმუშია, პოპულარული ახლა რითი ვერ ვიტყვი ხო დიდად გამორჩეულია ფერწერით და რაღაც უბრალოდ ბავშვობაა ჩვენ. ხო, ეს უფრო ეს ამპირის ფორმაა და ყველაზე თხელი ფაიფურია მაგათ წარმოებაში. საკაივარდებია. ეს არის ცნობილი გარდნერის ფორმა. ქონდათ თეთრი ფაიფური, ვაიმე რა ყვავილიც არის, მე მგონი ბოტანიკა და ფაიფური ეს არის ძალიან დაახლოებული ერთმანეთთან. ეს არის მთელი ამბავი. მე ყოფილ ვარ მომიყოლია შენთვის, მე მგონი, მაგრამ მაყურებელს მოვუყვეთ ერთად მაისენის ქარხანაში. ჩემ გერმანულმა მეგობრებმა იციან ჩემი ინტერესი ლამაზი ჭურჭლის მიმართ და წამიყვანეს იქ ექსკურსია იყო, ოფიციალური ექსკურსია, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ აი შემოგვატარეს მთელი მაისენის მანუფაქტურა წარმოება. და იქ გავიცანი ქალბატონი, ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც ჩაგვიტარა ეს ექსკურსია, რომელიც უკვე პენსიაში იყო. და ამ ექსკურსიის შემდეგ თხოვე ხომ არ შეიძლება თქვენთან ჩაი რომ დავლიო და ვისაუბროთ მეთქი და დამთახდა ეს ქალბატონი და ჩვენ ერთი ნაშუადღები გავატარეთ ერთად. და ამ ქალმა ამიხსნა რომ მე ვიყავი მთავარი მხატვარი, მე მორჩილებოდა 40 საამქრო იყო მთელი, მე ვქმნიდი მოდელებს ყოველ წელს ახალს, მე ვალებოდა რომ ქონოდა 10 ესკიზი და ამ ესკიზებს ვხატავდით მინდვრებში და ბაღებში. მე მომქონდა ეს თავარი ესკიზები, ვარიგებდით ამას ამ 40, ასე ვთქვათ, ხელოსან მხატვართან და ესენი იყვნენ ძირითადად სტუდენტები, ან შეზღუდული უნარებით ადამიანები, რომელსაც არ შეეძლოთ გადაადგილება, ან არ შეეძლოთ რაღაცა სხვა სამუშაო შესრულება და საათობით ეს ადამიანები იჯდნენ და იმის კოპიებს აკეთებდნენ უკვე. და არის ესეთი ლენინგრადის ფაიფურის ქარხნის და ლენინგრადის ბოტანიკური ბაღის ერთობლივი როგორ მიდიოდნენ, როგორ თანამშრომლობდნენ და მთელი კატალოგია ამისი ორხიდეების და უცხო მცენარეები, ეგზოტიკური რაც შემოდიოდა, ამისი საყვავილე ვაზების მთელი კოლექცია არსებობს. ნამდვილად როგორ პირდაპირ იხატავდნენ ამას და თანამშრომლობდნენ ბოტანიკა და ფაიფური ეს ერთი კიდე დიდი ისტორია. ეს კიდე ცალკე ამბავია და მე იცი შენ როგორი გეგმა მაქვს, როგორ მუშაობთ ახლა ამ ამბავზე, გამოფენაც გვექნება ჩვენ. გაზაფხულზე აუცილებლად კუზნეცოვის თაიგულები დავარქვი მე ამ ამბავს და ეს განზოგადებული სიტყვა რა თქმა უნდა დავადგინე კიდე ერთი რამე რომ ყველა პარავდა ყველას ამ ყვავილებს. ყველა პარავდა. დასწრებაზე იყო ვერ გაიგებ ვინ ვის რას პარავდა. ხო იმიტომ რომ მე აღვნიშნე კიდეც კუზნეცოვები მაინც მინდვრის ყვავილებს აი უშვებდა ეს კუზნეცოვი თავის ხელოსნებს და სადა მარტივი და ყველასგან გამორჩეული იყო. საპრული ეს ყველაფერი ძალიან მომხიბვლელი ეს ისტორიები, ამაღელვებელიცაა ჩემთვის. იმედია რომ თქვენ ზოგიერთი რამ გულზე მოგხვდათ, ზოგიერთი რამ ამოიცანით. მე მგონია რომ უნდა ადამიანმა დააფასოს. მიუხედავად ეროვნებისა, მიუხედავად საზღვრებისა, მიუხედავად მტრობისა, მიუხედავად მიუღებლობისა ისტორია, მაინც ისტორია ხელოვნებაა და ერთადერთი საშუალება, რაც აერთიანებს ემოციურად ადამიანს, კულტურებს, აკავშირებს. ლამაზი ნაწილიც აქვს, მოკლედ, რა თქმა უნდა. ცუდ ამბებს. ძალიან მინდა რომ კარგად ვიყოთ, ძალიან მინდა რომ ძლიერად ვიყოთ, ყოჩაღად ვიყოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და სულ ლამაზი სიხარული და სიყვარულით სავსე დღეები მოგცეთ. ბედნიერი გაზაფხული მაია. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავი და დაგვატყვი ამ შენი ლამაზი ესთეტიკით და შენი კოლექციით და შენი ამბებით. დიდად არ უხდება ამ ყველაფერს კეჟერაფხალი, მაგრამ ახლა ნინო გველოდება მოზელილი აქვს სქელი, ჭადი და კეჟერაფხალია გაკეთებული. როგორი ეკლექტიკურიცაა ჩვენი ბაღი და ჩვენი ცხოვრება, ისეთი გამოგვიდის გადაცემაც. მოგვიტევეთ ჩემო ბატონებო ასეთი პირდაპირობისთვის.